შენარჩუნება არის და რაკი ჩამოყალიბება საჭირო. მარგალიტაზემ გაიტანა ბუთი, კარგი და სწრაფი რაკი აქ ჯინჭველაშვილი გაიჭრა ხაზი. ერთი პასი და შეიძლება მატჩის პირველი ლელო ვიხილოთ რეზი. არა მარგალიტაძე იყო სწრაფი პასი და კი ასეც მოხდება ლაშაპობხაძის ძალიან კარგი შეტევა ეს ყველაფერი კი დაიწყო იქიდან რომ ბურთი ვერ გადაიტანეს ჯარიმიდან მარტო სიტუაცია ბათუმლებმა და შეიძლება კონჩეტევის განვითარება უპირატესობა დაუმთავრდათ მაგრამ აქ უილიამ სივსეაში აქვს გაცდა ხაბულიან ძალიან საინტერესო კარგი შეტევა და აქ უპირატესობა ექნება დიდი ვარაუდით და კი მაღალი ბოჭვა იყო მაღალი მოვიდა სწრაფი შეტევა იყო და ნახოთ საბეს გადაწყვეტილება როგორი იქნება ყვითელი ბარათი მე მგონი ვეღარ გადაურჩება ეპიზოდში ქონდა ნახოთ ამჯერზე თუ შეძლებს ბურთის ძელებს შორის გაძვრენას და საკუთარი გუნდის უპირატესობის გაზრდას. კი ბატონო, ყველაფერი კარგად არის ამ შემთხვევაში. მიქაძემ 3 ქულა მოუპოვა თავის ჯარიმას და ვილაპარაკოთ ხვალინელ თამაშს. კი ბატონო და ზუსტია არის ეს დარტყმა და რვით ისეთ კადრით გამოჩნდა რომ უცბად სხვანაირი ტემპით არესმაც გვანახა რომ არ არის ის გუნდი რომ მარტივად რამე დათქოს და ბოლომდე იბრძოლებს აუცილებლად. დარტყმა სალა იყო და როგორც აღნიშნეთ ხაჟას საიმედო ფეხი აქვს. სწრაფად უპასუხეს ეს ჯარიმის უპირატესობას მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ ულიაკ შეტევა ბაბუნაშვილი რას მოიმოქმედებს პასია კვირიკაშვილი საკმაოდ მძლავრია 40 წინა ავდეგეს გასა შევიდა წითელ ზონაში სწრაფი ბურთია საჭირო გაიტანეს არესელებმა და აქ ლელო თითქმის გარდაუვალია ნახოთ რას მოიმოქმედებს როგორი დაცვა არის ბათუმლებისგან მეგობრებო პასი ერთი პასია საჭირო ნულოვან ზონაში აქ გავიდა და დაამძიმებენ აქ არესელები შეტევას 1 მეტრი და ლელო 1 მეტრი და ლელო აქ გამოიყენა თავისი ფიზიკური მონაცემები რეზი ბაკურაძემ ბრავო საოცარი შეტევა იყო ეს ყველაფერი დაიწყო ბათუმლების შეკინების დათლა წამოიშალა და გამოიტანა სპორტი ბათუმლებმა და რა ბოჭვა გაკეთდა აქ ძალიან ჭკვიანურად დააზღვია ასე ვთქვათ აქ ნახეთ რომ გორი ბოჭვა გაკეთდა ბუბანოზაძეს ლეგალური არსენ მაჩალაძე ძალიან ძლავრი თამაში. ძალიან შორია, მე არ გავრისკავია და ეს არის მატჩის მთავარი მომენტი. კი, და მაინც არის მომენტი, სადაც შეიძლება გადაწდეს ფინალისტი. 57 მეტრი, ხო, კარა? ძალიან დიდი და ძალიან შორი გამორბენი იყო, შორი გამორბენი არა, მანძილი იყო. გასულია დრო და ბათუმა გაიმარჯვა. ბათუმა გაიმარჯვა ულოცავს ვისპირელებს ფინალში გასვლას. მადლობა ორივე გუნდს საოცარი თამაშისთვის, ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა გილოცავთ შემატივრებო მაგრამ ორივე გუნდმა შემოგვთავაზა ის რასაც ველოდებოდით დიდი ხნის განმავლობაში მაღალი კლასი შეტევების და დაცვების მიუხედავად იმისა რომ შეკინებაში ასე თუ ისე დომინირებდა არესი და მიუხედავად ბევრი შეცდომებისა საკმაოდ საინტერესო ლამაზი თამაში გამოგვივიდა ბრავო ორივე გუნდს